გამარჯობა, მე ვარ ნიკოლოზი, TBC კაპიტალის გლობალური ბაზრების კვლევების გუნდის წევრი. დღეს ჩემთან ერთად იმყოფება რატი კალანდარიშვილი, TBC კაპიტალის გლობალური ბაზრების კვლევების გუნდის ხელმძღვანელი და დღეს ჩვენ ვისაუბრებთ მუსიკის სტრიმინგის შვედურ კომპანია Spotify-ზე, მის წარმატების ისტორიაზე, გამოწვევებზე და იმ მოვლენებზე, რომლებაც სრულიად შეცვალა მუსიკის ინდუსტრია. რატო Spotify? გამარჯობა ნიკოლოზ, მივესალმებით ჩვენს მსმენელს. ჩემი აზრით მნიშვნელოვანია ზოგადად ვახსენოთ რატომ არის კომპანიების იმ ჭრილში და იმ კუთხით განხილვა, რომელშიც დღეს მე და შენ ვაპირებთ რომ ვისაუბროთ. მნიშვნელოვანია იმიტომ რომ ზოგადად კომპანიაში ინვესტირება, აქციების ყიდვა ხშირ შემთხვევაში არის ესეთი პერსპექტივა განსაკუთრებით ადამიანების მხრიდან, რომელსაც ნაკლები გათვითცნობიერება აქვს ამ ინდუსტრიაში, რომ აქცია არის რაღაც გვერდზე მდგომი, რაღაცა ეფემერული მოვლენა აქციის ყიდვა, თუმცა სინამდვილეში არის ის, რომ აქცია არაფრით არ განსხვავდება იმ ბიზნესისგან, რომელსაც წარმოადგენს და აქციის ყიდვა არის იმ ბიზნესში ინვესტირება. მაგალითისთვის რომ Spotify-ს დაუბრუნდეთ, რეალურად Spotify-ს აქციის ყიდვა არის Spotify-ს ბიზნესში ინვესტირება. მნიშვნელოვანია Spotify იმ კუთხით, რომ არის კომპანია, წარმოადგენს კომპანია, რომელმაც შეცვალა არამხოლოდ მისი დამფუძნებლის, არამხოლოდ ადამიანების, რომლებიც ამ კომპანიაში არიან დასაქმებულები, არამედ ზოგადად მუსიკის ინდუსტრია შეცვალა. კი შეცვალა Spotify მუსიკის ინდუსტრია, მაგრამ შეცვალა რა ეს უნდა მოუყვე და ეს არის ჩვენთვის ყველაზე მეტად საინტერესო. რაც ესე თქვათ იწყება დაახლოებით მე-20 საუკუნეში ვითარდება განსაკუთრებით მუსიკა. და პირველი რევოლუცია ხდება მუსიკის ინდუსტრიაში, როდესაც ჩაწერა ხდება შესაძლებელი და ჩნდება ისეთი დამკვირვებლები, როგორც არის ვინილის დამკვირვებელი და შემდგომ უკვე ფირფიტები და ყველაზე მეტად ესე თქვათ დღევანდელ მდგომარეობას რო შევადაროთ, მუსიკის მოსმენის კონცეფციას რო შევადაროთ, დღეს ბევრად უფრო პერსონალიზირებულია მუსიკა, ადრე კი რაღაც ესეთი კოლექტიური მოსმენადობა იყო ხოლმე მიღებული, რადგან არსებობდა რადიო, რომელმაც ყველაზე მეტად ცნობილი გახადა, გაავრცელა მთელ მსოფლიოში და ხელშესახები გახადა. და ამის შემდგომ გადავდივართ უკვე 1950-იან, 60-იან წლებში, სადაც ჩნდება უფრო მეტად იხვეწება ეს ვინილები და ჩნდება სინგლები და კონკრეტული ავტორები რაღაც collection-ებს კრებენ და უკვე იმ სინგლებზე არის ეს ყოველივე ჩაწერილი. და მოვდივართ ასე თქვათ 2000 წლამდე ისე რომ მუსიკა ემსგავსება ისეთ რაღაცას, უფრო მეტად მარტივდება, პორტატული ხდება, გადატან ადრე ესე თქვათ, შენ თუ მუსიკის მოსმენა გჭირდებოდა, უნდა ქონოდა ესე თქვათ ვინილის დამკვირვებელი, ეხლა კი შემდგომი პერიოდი ესე თქვათ, დაახლოებით 1970-80-90-იან წლებში რაც გაჩესხო კასეტები. გახსოვს, ყველაზე მეტად ესე თქვათ კასეტების განვითარება გამოიწვია იმან, რომ მანქანებში მაგნიტოფონებს ვეძახით, ეგრეთ წოდებული, სადაც კასეტა იდებოდა, მუსიკა იკვრებოდა, Sony Walkman-მა გამოიგონა და ყველაზე მეტად გამოყენებადი კასეტები აგახდა. და შემდგომ ესე თქვათ არის CD, ყველაზე ესე თქვათ ცნობადი და ჩვენც მოგესალმებით ამას, გამოყენებადი ინსტრუმენტი და ყველაზე მეტად პორტატული რაც მოდის ჩვენამდე ეს არის MP3 მუსიკა, რამაც ესე თქვათ კატასტროფულად შეცვალა მუსიკის ინდუსტრია, ფაქტობრივად მუსიკის ფაილების ზომა იმდენად შეამცირა, რომ დაახლოებით 99% შეამცირა და რაც პირველად უფრო ხელსაყრელს ხდიდა, ესე თქვათ, რაღაც გაჯეტზე ამ მუსიკის ჩაწერას, განსაკუთრებით რაოდენობა იყო მაშინ ესე თქვათ ყველაზე დიდი შემზღუდავი ხოლმე, ინტერნეტის ერა ესე თქვათ ბიძგს აძლევს, რომ და კომპიუტერი, რომ უფრო მეტად განვითარდეს მუსიკა და პორტატული გახდეს, მარტივად გადატანადი იყოს. ინდუსტრიული რევოლუციის შემდეგ რაღაცა როგორც ვითარდებოდა მაგალითად ტრანსპორტირების ინდუსტრია, როგორც ვითარდებოდა სხვა ინდუსტრიები, ეს სწრაფად განვითარდა, ასევე მუსიკის ინდუსტრია და ზუსტად ეს ინდუსტრია შეცვალა იმ კომპანიამ, რომელზეც დღეს ვსაუბრობთ და ეს ინდუსტრია შეცვალა საინტერესოა იმ კუთხით, რომ არამხოლოდ შეცვალა ის თუ როგორ მოიხმარენ ადამიანები მუსიკას, არამედ შეცვალა ის თუ არტისტები როგორ ქმნიან მუსიკას. ძალიან ბევრი გამოწვევები ჰქონდა, ძალიან ბევრი ასე ვთქვათ, ისეთი გადაწყვეტილებების და სტრატეგიის გამოყენება მოუწიათ, რომელზეც ჩვენ ვისაუბრებთ, რომელიც შეიძლება ბევრისთვის მიუღებელი იყო კიდევაც ძალიან ბევრი კრიტიკას იღებდა კომპანია და მისი დამფუძნებელზეც ვისაუბრებთ ამა თუ იმ გადაწყვეტილებების გამო. თუმცა საბოლოოდ მივედით იქამდე პატარა ასე ვთქვათ წინასწარი
შეფასება რო ვთქვათ, მივედით იქამდე, რომელიც კომპანიამდე და ამ კომპანიის დირექტორამდე, მის დამფუძნებლამდე, რომელიც მიიჩნევა დღეს მუსიკაში ყველაზე გავლენიან ადამიანად. და მე მგონი, რომ ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ზოგადად ეს კომპანიის ისტორია კარგად დავფაროთ და კარგად გავიაზროთ და ზუსტად ეს კომპანიის ისტორია არის რაშიც ჩვენ ინვესტირებას ვაკეთებთ საბოლოო ჯამში. მითი აქციების. აუცილებლად, მაგრამ აქამდე ეს თქო უნდა გავიაზროთ კარგად და უნდა გვესმოდეს ის თავარი სამი სტეიკჰოლდერი, რომელიც ამ ინდუსტრიას ყავს, მუსიკის ინდუსტრიას. ადრე თუ არსებობდა ასე თქვა არტისტები, აქეთ მომხმარებლები, რომლებიც ამ მუსიკას მოიხმარდნენ, უსმენდნენ, შუაში არსებობდა ასევე ეგრეთ წოდებული publishing house-ი, ან ჩამწერი სტუდიები და ფიზიკური სივრცეები, რომლებიც ყიდნენ შემდგომ ამ მუსიკას. აქ ესე თქვა დღევანდელი სისტემაზე რო გადმოვიყაროთ, რა შეიცვალა. ინტერნეტის განვითარებამ გამოიწვია ის, რომ ეს ფიზიკური სივრცე ამოვარდა, დაახლოებით უკვე ეს შედარებით უფრო შემდეგ წლებში და გადავიდა ესე ვთქვათ მუსიკის მოსვენა უფრო დიჯიტალიზებული გახდა, დემოკრატიზაცია მოხდა მუსიკის. შენ თუ კილომეტრების გავლა გიწევდა იმისათვის რომ შენი საყვარელი რაღაც მუსიკა ან ლაივ კონცერტს ასრულებულიყავი, რაც დაიწყო Rolling Stone-ების და Beatles-ების ამსახურება, ესო სერიოზული ანუ მოძრაობები დაიწყო, კულტურული მოძრაობები, რამაც განსაკუთრებით ხელი შეუწყო მუსიკის განვითარებას. დღეს უფრო მეტად პორტატულია და ხელმისაწვდომია მუსიკა, რაც ესე ვთქვათ, აი ამ ინტერნეტის განვითარების ბრალია. თუმცა ეს არ ყოფილა მარტივი გზა, ხო? რომ დაუბრუნდეთ 2000-იანებში, საერთოდ საიდან დაიწყო ეს ყველაფერი, ხო? არის 90-იანი წლები, პირველი ნაბიჯები იდგმება რაღაც ციფრულ ინდუსტრიაში, იქმნება ინტერნეტი, უკვე ადამიანებისთვის ხელმისაწვდომია, ასე რომ ვთქვათ, პერსონალური კომპიუტერები, სხვადასხვა гаджеტები და მათ შორის არის ხელმისაწვდომი ინტერნეტი. და შესაბამისად ეს არის პერიოდი, როდესაც მუსიკა არის სრულად CD-ებზე, ეგრეთ წოდებულ დისკებზე და ამ დისკების ყიდვით, გაქირავებით და ჩუქებაზე დაფუძნებული დრო, თუმცა ეს ბუნებრივია, რომ რაღაცა დიდ კომფორტს არ წარმოადგენს და როგორც რაღაცა ციფრულმა რევოლუციამ ყველაფერს მოუტანა რაღაც სიახლე, დრო იყო, რომ რაღაც მუსიკის ინდუსტრიაშიც რაღაც სიახლე ყოფილიყო. და ეს სიახლე პირველად მოგვევლინა კომპანია Napster-ის სახით, ხო? 1999 წლიდან 2 წლის განმავლობაში ამერიკის ბაზარზე ოპერირებდა კომპანია Napster და კომპანია Napster-ს რაოდენ დღევანდელი დღის რიცხვებითაც საკმაოდ შთამბეჭდავი მომხმარებელთა რაოდენობა ყავდა დაახლოებით 80 მილიონი ადამიანი, რაც დღევანდელი მოცემულობითაც დღევანდელი გაციფრულებულ სამყაროში საკმაოდ ისეთი წარმატებული და ისეთი შთამბეჭდავი რიცხვი არის. რა იყო ეს კომპანია? რას წარმოადგენდა და რა თავარი გამოწვევა და პრობლემა ჰქონდა. მე ვფიქრობ, რომ ამ პერიოდის თავარი გამოწვევა და პრობლემა იყო მეკობრეობა, რითიც ესე ვთქვათ, მთელი ეს ინდუსტრია არსებობდა და განსაკუთრებით ესე ვთქვათ, ნოემბერ-3 1993 წელს გამოიგონეს, იქინა სერიოზული აღმასვლა ჰქონდა ამ ინდუსტრიას დაახლოებით 1999 წლამდე, მაგრამ იქიდან რაღაც ინდუსტრიულად რო შეხვედოთ მუსიკის ინდუსტრიის შემოსავლები 1999 წელს დაფიქსირდა 36 მილიარდი დოლარი ჯამურად სოფლიოში, იქიდან დაიწყო კატასტროფული ქაოსი მუსიკის ინდუსტრიაში და აღმასვლა 2011 წლამდე. ამის თავარი პრობლემა იყო ზუსტადაც მეკობრეობა. გავიხსენებთ, ეს არის პერიოდი, როცა საკანონმდებლო უზრუნველყოფა მათ შორის ამერიკის შეერთებულ შტატებში და ევროპაში არ არის იმ შესაბამისობაში, რადგან ზოგადად ეს ციფრული ინდუსტრია არის ახალი, ხო? და ისიც უნდა ვახსენოთ, რომ Napster-ი არის პლატფორმა, რომელიც იყო უფასო. და ამ უფასოობამ გამოიწვია ის, რომ ფაქტიურად არტისტებს აღარ ჰქონდათ არანაირი გზა, რომ საკუთარი შექმნილი მუსიკით და საკუთარი შექმნილი ხელოვნებით ეშოვათ შემოსავალი, ხო? და ერთ-ერთი ყველაზე გავრცელებული როკ ბენდი, რომელიც ამ ასე რომ ვთქვათ Napster-ს დაუპირისპირდა, იყო Metallica. და საინტერესოა, როგორ ეს Napster-ის შინაარსი თავისივე თავში იყო, რომ კომპანია იყო, რომელიც აძლევდა ადამიანებს MP3 ფორმატის, ანუ
მუსიკის ფორმატის ფაილების, ეგრეთ წოდებული peer-to-peer, ანუ ადამიანი ადამიანამდე, ესე ვთქვათ, უფასო გაზიარებას, რაც ნიშნავდა, რომ, რა ვიცი, შეიძლება სადღაც არალეგალურად მოგეპოვებინა მუსიკა, თუნდაც ლეგალურად მოგეპოვებინა მუსიკა, თუმცა შემდეგ ისე გაიგეზიარებინა სხვა ადამიანებისთვის და მათ შორის მეგობრებისთვის და მათ შორის სრულიად უცნობი ადამიანებისთვის, რომ არანაირი, ასე ვთქვათ, პრობლემა ამაში არ შეგექმნებოდა და არანაირი ავტორულ უფლების დაცვა არ მოგიწევდა, რაც დღევანდელი გადმოსახედიდან საკმაოდ ისე, ასე ვთქვათ, სიგიჟე ჟღერს, თუმცა გავიხსენოთ, რომ ეს არის პერიოდი 2000 წელი, ხო? და მე კომპანია ბენდმა მეტალიკამ როგორ აღმოაჩინეს ეს, რომ ჯერჯერობით გამოშვებულიც კი არ ქონდათ ერთ-ერთი სინგლი, ანუ სიმღერა და მისი ჩამწერი სტუდიიდან ერთ-ერთმა თანამშრომელმა მოიპარა რაღაცა დემო ვერსია და ეს დემო ვერსია ატვირთა Napster-ზე და მთლიან Napster-ზე ატვირთვა ნიშნავდა, რომ მთლიანად ინტერნეტს მოედო ეს სიმღერა. ან მეტალიკას ჯერ კიდევ გამოშვებულიც კი არ ქონდა ეს სიმღერა და შემთხვევით ერთ-ერთი ტაქსის რადიოში მოისმინეს და ამ მომენტიდან იწყება არაერთი სამართლებრივი დავა Napster-ის წინააღმდეგ, რამაც საბოლოო ჯამში Napster-ი მამდე გაბანკროტებამდე, ანუ Napster-ი გაუქმებამდეც მიიყვანა. თუმცა ეს ბუნებრივია, რომ ვეღარ და არც იყო გამოსავალი, რადგან ინტერნეტი უკვე დაავადებული იყო ძალიან ბევრი მეკობრული ფაილით და ერთი კომპანიის გაუქმება არაფერს გამოსავალს არ შვებოდა, განსაკუთრებით იმის გათვალისწინებით, რომ Napster-ისნაირი კომპანია იყო უკვე არაერთი და ძალიან ბევრი. და შეიძლება პირდაპირ თქვას, რომ ის კომპანიები იყო Napster-ის პირდაპირი ანალოგები. და ეს ქმნის, ასე ვთქვათ, მთავარ პრობლემას, რომელმაც გამოიწვია ის, რომ იყო საჭიროება, რომ ყოფილიყო მუსიკის მოსმენის მეთოდი, რომელიც არ იქნებოდა ძველი და ძველში გულისხმობა არ იქნებოდა CD-ზე, არ იქნებოდა რაღაცა ვინილზე და არ იქნებოდა რაღაცა კასეტაზე დამოკიდებული, მაგრამ ასევე სამართლებრივად გამართული, ხო? ანუ არ იქნებოდა რაღაცა მოპარული მუსიკის მოსმენა. და აი ამ, ასე ვთქვათ, უწონადობაში იყო მუსიკის ინდუსტრია. სადაც შემოდის ერთ-ერთი ძალიან ნიჭიერი ახალგაზრდა ბიზნესმენი შვედეთიდან, დანიელ ეკი, მისი რაღაცა ძალიან ესეთი არა ინოვაციური, არამედ რაღაცა პრობლემის გადამჭრელი პროდუქტი. და ეს პროდუქტი ბუნებრივია, რომ არის Spotify. iTunes-ი არ უნდა გამოგრჩეს 2001 წელს, რომელმაც ესე ვთქვათ, შედარებით უფრო განსხვავებული სისტემა შემოგთავაზა მუსიკის მოსმენის. იქ იყო რაღაც კონკრეტული ერთი მუსიკის, ანუ ეს იყო, მოდი ვთქვათ, რომ Apple-ში iOS სისტემაში იყო ჩაშენებული ეს iTunes-ი და იქ შეგეძლო ესე ვთქვათ, ყოველი თითოეული სინგლი შეგეძინა გარკვეულ თანხად. მაგრამ ამას ძალიან დიდი კონკურენცია გაუწია Pandora-მ, რომელიც რეალურად Spotify-ის წინამორბედია, ყველაზე ახლოს Spotify-სთან რომელიც იყო და Pandora ქმნის იმ ყველაზე იმ დროს ყველაზე შედარებით ახალ სისტემას, რაც არის ესე ვთქვათ პერსონალიზირებული მუსიკა. ანუ ეს ნიშნავს იმას, რომ შენ რაღაც მოგწონს კონკრეტული ერთი ბენდის მუსიკა და ამის ანალიტიკა ხდება უკან, მაგრამ ესე ვთქვათ Pandora ვერ გახდა ბევრად უფრო წარმატებული და ცნობილი, ვიდრე Spotify. ამის თავარი მიზეზი ალბათ იყო ის, რომ შედარებით ნაადრევად შემოვიდა ბაზარზე დაახლოებით 2004-2005 წელი იყო. 4 რაღაცის საფუძველზე შეიქმნა Spotify და გაერთიანდა. ეს იყო მეკობრეობა, ეს იყო iTunes-ი, ეს იყო Napster-ი და Pandora. თუმცა ლეგალური არ იყო მისი პირველი დღეების განმავლობაში, რადგან აი წარმოვიდგინოთ, ეხლა მთავარი პრობლემა რა არის. Spotify დანიელ ეკი, რომელიც ვახსენეთ, ადამიანი, რომელიც 22 წლის ასაკში უკვე საკუთარი ბიზნესი გაყიდა დაახლოებით $1 მილიონ და 22 წლის ასაკში უკვე იმდენად წარმატებული, ასე ვთქვათ, ენტერპრენერი, ანუ ქართულად მეწარმე, რასაც ვეძახით იყო, რომ 22 წლის ასაკში იყო მილიონერი. შესაბამისად, მისი აზროვნება პირდაპირ, ასე ვთქვათ, მოცული არის მიზანზე, შედეგზე ორიენტირებულობით. შესაბამისად, როდესაც დაიწყო Spotify, ის ფაქტიურად, ასე ვთქვათ, პირდაპირ ვთქვათ, რომ ყველაფერზე წამსვლელი იყო იმისთვის, რომ Spotify გამხდარიყო წარმატებული კომპანია. და, რა თქმა უნდა, ბუნებრივია ამ გადმოსახედიდან ხვდებით, რომ მიაღწია, თუმცა მაშინ, როდესაც ის ამ ბიზნესს იწყებდა, ძალიან ასე ვთქვათ, წინ იყო ისეთი გამოწვევები, რომლის დამარცხებაც ბევრისთვის ალბათ წარმოუდგენელი იყო. და პირველი გამოწვევა იყო ის, რომ უნდა შეექმნა უფასო ალტერნატივა Napster-ის, რომელიც იქნებოდა
ფაქტიურად ხელმისაწვდომი ყველა მუსიკის ჭრილში, ასე შემდეგ, თუმცა უნდა ქონოდა iTunes-ის და სხვა მათ შორის Pandora-s პლატფორმების სიღრმე, რაც ნიშნავს, რომ იქნებოდა ყველა მუსიკა, იქნებოდა ადამიანებისთვის ხელმისაწვდომი და ასევე სისწრაფე. სისწრაფე იყო პირველი და სიმარტივე და სისწრაფე იყო პირველი, რაც მან ამოხსნა და ეს ერთ-ერთი ყველაზე მარტივი ამოსახსნელი იყო, თუმცა იმ გადმოსახედიდან არც ისე მარტივი. სისწრაფე ამოხსნა ზუსტად იგივე მეთოდით, როგორც YouTube-მა ამოხსნა online ვიდეოების ყურების პრობლემა, ხო? იმის მაგივრად, რომ მათ შორის Napster-ზეც ეგრე იყო, რომ რაღაცა მუსიკას რომ მოძებნიდი, რომ მოგესმინა, უნდა დაალოდებოდი, რომ მთლიანად გადმოწერილიყო და შემდგომ მოგესმინა. ეს რა თქმა უნდა, ბუნებრივად დისკომფორტს იწვევს, განსაკუთრებით ჩვენი დღევანდელი გადმოსახედიდან. Spotify-მ განსაკუთრებით მაშინ საკმაოდ ინოვაციური გადაწყვეტა მოიფიქრა ამ პრობლემისთვის, ეგრეთ წოდებული bit by bit გადმოწერა, რაც ნიშნავს, რომ მუსიკას ყოფდა არა მთლიანად იწერდა, არამედ ნაწილებად ყოფდა და მოსმენის პერიოდში სხვადასხვა ნაწილს იწერდა. და ეს რაღაც ძალიან პირველი დიდი, ასე რომ ვთქვათ, მიღწევა იყო Spotify-ისთვის. სიმარტივეც ფაქტიურად მთელი შვედეთის ტერიტორიაზე ვინც კი რამეს წარმოადგენდა IT-ში თითქმის ყველას დაეკონტაქტა და საკმაოდ კარგი სანაცნობო წრეს ყავდა, იმიტომ რომ მანამდე არაერთი წარმატებული ბიზნესი ჰქონდა დაფუძნებული და მათ შორის რაღაც პერიოდის განმავლობაში იყო uTorrent-ის ასევე არალეგალური მეკობრეული საიტის დირექტორი. მე მინდა ვთქვა, რომ ძალიან გამჭრეხტივი იყო და პროგრამირება იცოდა ძალიან მაღალ დონეზე, რაც შემდეგი ფაქტით აიხსნება, რომ Google-მა დაარეჯექტა რაღაც პროდუქტზე. და ესე ვთქვათ, რაღაც პოზიციაზე ჰქონდა შენატანი, ესე ვთქვათ, განაცხადი Google-ში მუშაობის დაწყება და შემდგომ გარკვეული წლების შემდგომ Google-ი დაჰაკა. ერთ-ერთი ტიპი იყო, რომელმაც Google-ის ალგორითმი შეისწავლა და ეს შემდგომ მერე თავის სხვა პროდუქტებში გამოიყენა რა. და აქვე უნდა აღინიშნოს ის, რომ აი კომპანია რომელიც გაყიდა 22 წლის ასაკში, ეს იყო კომპანია, რომელიც ჩვენ კარგად ვიცით, რომ ესე ვთქვი ძალიან მნიშვნელოვანი ფილტრი კომპანიების კი, შეფასებისას არის ის თუ Google-ში რამდენად ხშირად სერჩვადია. და ჩვენ რო ვნახოთ ამის ესე ვთქვათ მონაცემები, იმ დროისთვის დაახლოებით top 6-ას სახელში ხდებოდა ამ კომპანიის სახელი. რაც ესე ვთქვათ ნიშნავს იმას, რომ საკმაოდ ესე ვთქვათ მოთხოვნადი იყო მოხარებლების მიერ და ყველას აინტერესებდა მოკლედ ვთქვათ ეს პროდუქტი, მაგრამ მნიშვნელოვანია მისი პარტნიორი ლორენცონი, რომელსაც შეხვდა, მას ესე ვთქვათ გარკვეული გამოცდილება ჰქონდა საინვესტიციო ბანკინგის მხარეს, Silicon Valley-ზე ქონდა ნამუშევარი და უკვე ესე ვთქვათ, შეიძლება დავარქვათ ორივე მათგანს self-made მილიონერი. იმიტომ რომ თავისი შრომით, თავისი ესე ვთქვათ, მონაცემებით შეძლეს და მიაღწიეს ამ ხელა წარმატებას, მაგრამ რჩებით ესე ვთქვათ, ესეთი ალტერნატივის წინაშე, რომ აღარ აქვთ გამოწვევა და ერთმანეთს ხვდებიან და ერთ-ერთი კომპანია ქონდა ამას marketplace-ის მსგავსი ლორენცონს, რომელსაც მიყიდა რეალურად ეკმა თავისი კომპანია და აქ მოხდა მათი პირველი დაკავშირება და იმ იდეის დაბადება, როგორც არის Spotify. და ის სახელის სახელს აქვს ვაშველი ძალიან სასაცილო ისტორია რა, როდესაც brainstorming-ი მიდიოდა, ამაზე ფიქრობდა სახელზე, იმან ლორენცონმა დაუძახა რაღაც და ვერ გაიგო იმან ეკმა კარგად ეს სახელი და Spotify-ო ესე დაუძახა და Spotify ანუ ორ ნაწილად არის გაყოფილი ეს სიტყვა Spotlight და Identify და ამ ორი სიტყვის გაერთიანება, ანუ რაღაცა ნიშნავს, რომ Spotify ანუ Spotlight-ის რაღაც აღმოჩენა რა და რაც რეალურად ძალიან კავშირში არის თვითონ Spotify-ის მთავარ პროდუქტთან რა, რაც იყო რეალურად მთავარი აღმოჩენა. შესაბამისად ამ 2004 წელს უკვე ამ პრობლემის ჭრაზე იწყებენ მუშაობას და პირველი რაც არის ყველაზე მნიშვნელოვანი პრობლემა არის ის, რომ ეგრეთ წოდებული ქათმის და კვერცხის პრობლემა უდგათ წინ. რომ მუსიკა მაგ პერიოდში სამი დიდი ჩამწერი სტუდიის ლიცენზირების ქვეშ არის მუსიკის ალბათ 95% ეს არის Warner Brothers-ი, Universal-ი და Sony Records-ი. აი ეს სამი დიდი, ასე ვთქვათ, დაახლოებით 70-75% უჭიროთ ბაზრის. ბაზრის 70-75% და ადამიანები რა მუსიკას უსმენენ, იმის 95% მათი ლიცენზირების ქვეშ არის. დანარჩენი 20% არის დამოუკიდებელი არტისტები, რომელიც თითქმის ასე ვთქვათ ლიცენზირების
ლიცენზირებადი მუსიკას საერთოდ არ აწარმოებენ. ამიტომ ეს არის მნიშვნელოვანი, რომ მათთან დაიწყოს მოლაპარაკება. მათთან მოლაპარაკების გარეშე Spotify ვერ გახდება პლატფორმა, რომელზეც არის ხელმისაწვდომი თითქმის ყველა მუსიკა. და ვერ გახდება ხელმისაწვდომი მუსიკა, რომელსაც ნამდვილად უსმენენ ადამიანები. ამიტომ იღებენ ესეთ, ასე ვთქვათ, არა ორთოდოქსულ გადაწყვეტილებას და ხდებიან ის, რის საბრძოლოდაც მოვიდნენ. და ხდებიან თითქმის 95%-ით Napster-ი, რაც ნიშნავს, რომ Spotify-ის გუნდი იწყებს მუსიკის არალეგალურად გადმოწერას და არალეგალურად ატვირთვას Spotify-ის პლატფორმაზე. და ამას აკეთებენ რატომ? იმიტომ რომ თუ არ აჩვენეს ამ ჩამწერ სტუდიებს, თუ არ აჩვენეს არტისტებს და თუ არ აჩვენეს რაღაცა მომხმარებელთა ბაზას, რომ აი ჩვენ ეს გავაკეთეთ და ეს შეგვიძლია რომ გქონდეს, ისინი არ დაალიცენზირებენ, მაგრამ თუ ისინი არ დაალიცენზირებენ, ვერ ექნებათ პლატფორმა, რითაც მოუწევთ რომ ხალხს აჩვენონ, რომ აი ესეთი პროდუქტი გვაქვს. ამიტომ მოუწიათ ისტორიასაც ყვებოდა დანიელ ეკი, რომ Spotify-ის ადრეულ დღეებში დავიქირავთო ძალიან ბევრი სტუდენტიო და მათი ერთადერთი დავალება იყო, რომ CD-ებიდან მუსიკა გადაეწერათ MP3 ფორმატში და აეტვირთათ Spotify-ზე. ამას აკეთებდნენ ღამეების განმავლობაში. ეს კი არალეგალური იყო, თუმცა ძალიან მნიშვნელოვანი რაღაც გააკეთეს ამით, რომ ძალიან ბევრი მუსიკის, რომელიც მანამდე ციფრული არ იყო, გაციფრულება მოახდინეს. 2008 წლამდე საკმაოდ მძიმე მოლაპარაკებებში არიან ლორენცო და დანიელ ეკი ამ ჩამწერ სტუდიებთან, თუმცა საბოლოოდ 2008 წელს მოახდინეს, რომ ევროპის ტერიტორიაზე, ასე ვთქვათ, წარმატებას მიაღწიეს და ასე ვთქვათ, ჩამწერმა სტუდიებმა მისცეს მწვანე შუქი. თუმცა ეს არ იყო ბუნებრივია მარტივი, იმიტომ რომ თავარი პრობლემა, რაზეც მოლაპარაკებები მიდიოდა, იყო ბუნებრივია ფასი, ხო, ანაზღაურება. სტუდიებს უნდათ იმის დანახვა, რომ ასეთი პლატფორმის და ასეთი ბიზნეს მოდელის მქონე კომპანიას აქვს იმის უნარი, რომ საკუთარი დაგენერირებული შემოსავლებიდან საკმარისი შემოსავალი დაუგენერიროს ასევე სტუდიებს და ეს პრობლემა არის, ხომ, რადგან ისინი თხოვენ 70% მთლიანი შემოსავლების და Spotify-ს აქვს გეგმა, რომ იყოს უფასო პლატფორმა. და ეს არის ძალიან დიდი პრობლემა. და 70% ითხოვენ არა ცვლადს შემოსავლების დამოკიდებულს, არამედ ფიქსირებულს და ეს კიდევ უფრო დიდი პრობლემაა Spotify-ისთვის, იმიტომ რომ თუ პირობითად რაღაცა ცუდი წელი ექნებათ, ცუდი პერიოდი ექნებათ და საკმარისი შემოსავალი ვერ დააგენერირეს, ხარჯებმა შეიძლება საერთოდ კომპანია, ასე ვთქვათ, ნოლზე გაიყვანოს და Spotify ეგრეთ წოდებული გაკოტრდეს, ანუ გადეფოლტდეს, ხო? ამიტომ მისი იდეა, რომ ეს პლატფორმა უნდა ყოფილიყო უფასო, ფაქტიურად ეს იმ რეალობიდან და იმ მოლაპარაკებების სირთულიდან მოუწიათ, რომ ასე ვთქვათ, ამაზე უარი ეთქვათ და ალტერნატიული მექანიზმი შემოევა. თუმცა ეს ალტერნატიული მექანიზმიც არ იყო ცუდი მექანიზმი და დღევანდელი განმოსახედიდან თითქმის ონლაინ ბიზნესების უმეტესობა, ელექტრონული ბიზნესების უმეტესობა ასე ოპერირებს და ეს არის გამოწერის საშუალება. გამოწერის საშუალება მიცემდა Spotify-ს იმდენად დიდ ან საკმარის შემოსავალს, რომ თავისი ხარჯები დაეფარა და ჩამწერ სტუდიებს კიდე იმის, ასე ვთქვათ, რწმუნებას და რწმენას, რომ საკმარის შემოსავლებს დააგენერებდნენ იმით, რომ ეს მუსიკა Spotify-თვის ლიცენზირებული ფორმით მიეცა. ანუ ეს არის უკვე პირველი ეტაპი, როდესაც Spotify გამოდის თავისი Napster-ის ფაზიდან, ესე რომ დავარქვათ Napster-ის ფაზა, ანუ არალეგალური, მეკობრული ფაზიდან და პირველი ლეგალური სტრიმინგ პლატფორმა ხდება ევროპის ტერიტორიაზე. და გვთავაზობს ორ მოდელს, freemium-ს და premium-ს. კი, გვთავაზობს ორ მოდელს და ეს freemium-ი, კი, შეინარჩუნეს უფასო ვერსია და ეს არის, რა თქმა უნდა, უფასო ვერსიას ყველა ის benefit-ი, ყველა ის სიკეთე არ მოაქვს, რაც ფასიან ვერსიას, თუმცა ეს არის ერთ-ერთი ყველაზე სწორი და ჭკვიანური სტრატეგიული სვლა, რომელიც Spotify-ს გაკეთებული აქვს და ამ სტრატეგიული სვლით დღემდე უწევს კონკურენციას ისეთ გიგანტურ კომპანიებს, როგორც არის Apple და Amazon. და რატომ არის ზოგადად მნიშვნელოვანი, რომ გაუწიო Apple-ს და Amazon-ისნაირ კომპანიებს კონკურენცია, ესეც რომ ახსენოთ ზოგად ჭრილში, დღეს თანამედროვე სამყაროში მიიჩნევა, რომ თუ გინდა რომ წარმატებული სტარტაპ კომპანია გააკეთო, პირველი რაც უნდა საკუთარ თავს შეუქმნა, ეს არის დაცვა დიდი კომპანიებისგან. და ლოგიკურია ხო, თუ რაღაცა
ბიზნეს შესაძლებლობა არსებობს ძალიან მაღალი ალბათობით ან Apple, ან Microsoft, ან Google, ან Amazon ისევ ამ ბიზნესში შესვლას ცდიან, ხო? ან იყიდის ამ მსგავს შექმნის. ან იყიდის ამ მსგავს შექმნის და ბუნებრივია რომ როდესაც ხარ რაღაცა 25 წლის შვედი სტარტაპერი ძალიან რთულია კონკურენცია გაუწიო Apple-ს, რომელიც დღესაც თავისი მხოლოდ AirPod-ების გაყიდვის ბიზნესისგან, ანუ მთლიანი Apple-ის ძალიან პატარა ნაწილიც კი უფრო დიდია ვიდრე მთლიანი კომპანია Spotify, ხო? ამიტომ კონკურენცია უნდა გაუწიო რაღაცით და ამ კონკურენციას Spotify ბევრი რამით უწევს ბუნებრივია, თუმცა თავის ადრეულ წლებში ეს რითიც უწევს არის მისი უფასო ვერსია. და რატომ არის უფასო ვერსია ესეთი საინტერესო? პირველი არის ადამიანის ქცევა, ხო? რო დავაკვირდეთ Spotify-ის უფასო ვერსიას, რა არის ის? ძალიან გავს რადიოს, ხო? არის ასე ვთქვათ, უფასო, მოусმენ, როცა გინდა, სადაც გინდა, თუმცა არ შეგიძლია გააკონტროლოს შემდეგი რა მუსიკას მოусმენ. ამ shuffle mode-ი აქვს. ეგრეთ წოდებული, ხო? თვითონ წყვიტავს რას მოგესმენინებს. და ასევე არ შეგიძლია გააკონტროლო ის, რომ რეკლამებია მუსიკებს მოსმენას შორის. 9 საათში ერთხელ, დაახლოებით 30 წამიანი ვიდეო და მე უკვე თავისუფალი 9 საათი აქვს და ერთ-ერთი მთავარი კიდე რაც გამოგჩა არის ის, რომ search-ი შემთხვევაში შენ თუ რაღაც მუსიკას დასერჩავ, ეგრევე იმ მუსიკის მოსმენა არ შეგიძლია, გაგდებს შესაბამისი მომღერალის ალბომში, უნდა მოусმინო რამდენიმე მუსიკას და იქ ტრანჯავს, სანამ ესე თქვა შენ სამიზნე ობიექტები არ ეს გავს ძალიან გავს რადიოს, ხო? თითქმის ერთ-ერთი არის უბრალოდ ციფრული რადიო არის. ამიტომ ადამიანების ქცევაში, ადამიანების ქცევისთვის საკმაოდ მისაღები პლატფორმა. და მეორე, რაც ძალიან მნიშვნელოვანია, რაც ყველა სხვა პლატფორმისგან, მუსიკალური პლატფორმისგან ბუნებრივია დივერსიფიცირებას უკეთებს, არის ის, რომ უფასო ვერსია არის ულიმიტო. ანუ შეგიძლია 2 წელი გამოიყენო, შეგიძლია 10 წელი გამოიყენო. და წოვაგა ყველა რესურსი. ანუ ეს იქნება პოდკასტები, აუდიობუქები, განსხვავებით Apple Music-ისგან, მაგალითად, განსხვავებით სხვა Amazon Music-ისგან, რომლებიც მხოლოდ 7-10 დღიან უფასო ვერსიებს გთავაზობენ, შემდგომ უკვე გეუბნებიან, რომ ან გადაიხადე, ან სერვისს ვერ გამოიყენო. შესაბამისად, Spotify-ის ბევრად უფრო დიდი დრო აქვს იმისთვის, რომ თავისი უფასო მომხმარებელი გარდაქმნას გადამხდელ მომხმარებლად, ხო? რატო ესე თქვათ, აქ შემოდის შემდეგი რაღაცა რა, მომხმარებლების გამოცდილება, ქცევა უნდა რომ შეცვალოს Spotify-ს, რაც აიხსნება შემდეგი რაღაცით. ამ Daniel Ek გამოცილი ქონდა uTorrent-ის მხარეს, uTorrent იყო ერთ-ერთი პლატფორმა, რომელიც ასე თქვათ, მეკობრეობით შეგეძლო uTorrent-ის დახმარებით, რომ გადმოგეწეროს სხვა ფილმები, მუსიკები, თამაშები და ასე შემდგომ, ანუ ეს მსგავსი გამოცდილება ქონდა, თუმცა უნდა რომ შედარებით ლეგალური შეიქმნა. ლეგალური გულისხმობს იმას, რომ ადამიანის ქცევა უნდა შეცვალოს და ეს არის მისთვის ესე თქვათ, მთავარი გამოწვევა, ხო? და უნდა ითქვას ასევე, რომ შვედეთი იყო ერთ-ერთი მთავარი ჰოსტი Pirate Bay, რაც არის ასე თქვათ, ერთ-ერთი მთავარი კომპანია იყო ეს, რომელიც ესე თქვათ, უძღვებოდა ამ მეკობრეობას რა. და ესეთი გამოცდილება რო ქონდა, ამიტომაც გადაწყვიტა, რომ შეექმნა ეს Spotify. პრემიუმ პაკეტიც ძალიან მნიშვნელოვანია, ბანე მონეტიზაციაზეც რო გადავიდეთ, როგორ ახერხებდა, ქონდა ესე თქვათ, სხვა გეგმები, purchase plan-საც ვეძახით, იყო ესე თქვათ, წყვილ შეეძლო შეძენა, იყო უფასო პრემიუმი, საოჯახო პაკეტი, იყო ესე თქვათ, high quality, მაღალი ხარისხის მუსიკის მოსმენა თუ გინდა და აქაც განსხვავება იყო ის, რომ ესე თქვათ, კილობაიტებში ზომავდნენ ეგენი ესე თქვათ, მუსიკის ხარისხს და ანუ ჩვეულებრივ პრემიუმ მომხმარებელს რაც შეეძლო ამ მუსიკის მოსმენა რა კილობაიტებში შეეძლო, დაახლოებით 2-ჯერ მეტი ხარისხით მოდიოდა, 2-ჯერ კარგი ხარისხით მოდიოდა high quality package. ეს ყოველივე იმას აძლევდა მომხმარებელს აძლევდა შესაძლებლობას, რომ 10-ზე მორგებული და არ უნდა გამოჩნდეს ასევე ეკონომიური პაკეტი სტუდენტებისთვის, რომელიც შეიძლება ითქვას, რომ დღევანდელი მონაცემებით საშუალო შემოსავლიანობას ერთ პერსონაზე წელს ქვემოთ. დაახლოებით დღეს არის 4.5-4 და $3 ფარგლებში და შედარებით არის შემცირებული გასულ წლებთან შედარებით. მე ვფიქრობ, ესე ვთქვათ, ღირებულებაც ვთქვათ, პრემიუმ პაკეტის დაახლოებით $10, დაახლოებით შედარებით ქვემოთ არის $5-ზე ქვემოთ, ზუსტად არ მახსოვს, სტუდენტური დაახლოებით $2-ია მე მგონი, რაც ესე ვთქვათ, აკეთებს შემდეგ რაღაცას, რომ ასაშუალოებს ამ ფასს და ჩამოყავს დაახლოებით $4.5-მდე. ანუ შეიძლება ითქვას, რომ დღეს Spotify-ის მომხმარებლები დიდი რაოდენობა არის სტუდენტი. და ასევე ვთქვათ, მოდი მონეტიზაციაზე, როგორ ახდენს ამ მონეტიზაციას. მონეტიზაციის ფორმულა არის შემდეგი, შეგვიძლია ფორმულა დავარქვათ, რაც არის შემდეგნაირი, ესე ვთქვათ.
მომღერლები, არტისტები არიღებენ თავიანთ კონკრეტულ მუსიკაზე რაღაც ფიქსირებულ შემოსავალს. აქ ესე თქვა Spotify-მ დაადგინა შემდეგი პრინციპი შემოიღო, რომ შენ ამ მარკეტში არის ბაზრის წილი გექნება, ჯამურ მუსიკები, ანუ მუსიკის გაშვებებში, იმ თვის განმავლობაში, იმ ბაზრის წილზე დაგითვლის ესე თქვა შენ შემოსავალს. ოღონდ აქ იგულისხმება ის ხმისჩამწერი სტუდია, რომელიც არტისტის მუსიკას ტვირთავს Spotify-ზე, ის იღებს დაახლოებით 70%-ს ამ შემოსავლებიდან, შესაბამისი სტრიმების შემოსავლებიდან, აქედან შემდგომ უკვე გადავდივართ ესე თქვათ არტისტის მხარეს, უკვე არტისტს რა ბაზრის წილი ქონდა იმ თლიან მოსმენებში 70%-ის რაღაც წილი მოდის და უნდა აღუშვათ აუცილებლად ის როიალთი, რომელიც იმ პერიოდში დაახლოებით იყო 15-20%, რომელიც მიქონდა ესე თქვათ არტისტს. კი ბატონო, 70% ახსენე შენ და ეს არის ფაქტიურად რითიც იმ პერიოდზე, რომელზეც ჩვენ საუბრობთ, ეს არის 2010-იანების დასაწყისი, რითიც ფაქტიურად ამ სამ დიდ მონოპოლისტურ სტუდიას ფაქტიურად სრული კონტროლი ჰქონდა Spotify-ზე, სრული კონტროლი ჰქონდა მუსიკაზე. და ბუნებრივია, რომ ამის შეცვლა Spotify-ის სტრატეგიაში უნდა ყოფილიყო, იყო და ძალიან საინტერესო გზებით მოახერხეს ასე ვთქვათ ამ მარწუხებიდან თავის დახევა. შესაბამისად, აქედან უკვე ასე ვთქვათ Napster-ის ფაზიდან გამოსული Spotify ხდება, ცდილობს რომ გახდეს და ხდება კიდევაც უკვე საერთაშორისო კომპანია. 2008 წლის შემდეგ 3 წელი დაჭირდათ რომ ამერიკის ფილიალებთან ამ სტუდიების ამერიკის ფილიალებთან მოლაპარაკებები დაესრულებინათ და 2011 წელს უკვე Spotify ხდება ამერიკაშიც ოპერირებადი კომპანია. და პირველივე წელს მილიონ მომხმარებელს აგროვებს. მილიონ მომხმარებელს აგროვებს და მილიონ გადამხდელ მომხმარებელს. რომელსაც ეს პრემიუმ ვერსია გამოწერილი აქვს. თუმცა ბუნებრივია რომ მარტივი გზა არც უკვე Napster-ის ფაზიდან გამოსვლიდან საერთაშორისო კომპანიად ჩამოყალიბების შემდეგაც მარტივი გზა Spotify-ს არ ქონია. და არ ქონია ბევრი მიზეზის გამო. მათ შორის იყო ის, რომ ძალიან ასე ვთქვათ უარყოფითი სტატუსი ჰქონდათ ძალიან პოპულარულ მომღერლებში, მათ შორის Beyoncé, Jay-Z, Taylor Swift-ი შეგვიძლია ვახსენოთ, ადამიანები, რომლებმაც არაერთხელ გამოთქვეს, რომ Spotify არასამართლიანად აკეთებს არტისტების ანაზღაურებას, საკუთარი შემოსავლებიდან ბევრად მეტი უნდა გადაუხადოს არტისტებს, უნდა შეცვალოს საერთოდ მთელი მექანიზმი თუ როგორ უხდის არტისტებს და ყოფილა მცდელობები და წასულან კიდევაც ისინი Spotify-დან. თუმცა Taylor Swift-ის მაგალითი არის ერთ-ერთი ყველაზე დიდი მაგალითი, ერთ-ერთი ყველაზე მოსმენადი არტისტი არის დღემდე და ერთ-ერთი ყველაზე მოსმენადი არტისტი იყო მაშინაც Spotify-ზე და თავისი ანაზღაურებისგან უკმაყოფილების გამო წავიდა Spotify-ზე უკვე მისი ხელმუსიკა ხელმისაწვდომი არ არის. და მოთხოვნა იყო იმდენად ესე თქვათ კრიტიკული და შეუსამამო, რასაც Spotify არ დაეთანხმა, რაც აისახება შემდეგ რამეში, აიხსნება შემდეგი რამით, რომ უნდოდა ესე თქვათ, რომ მისი ეს ალბომი და მუსიკები არ ყოფილიყო ხელმისაწვდომი ფრიმიუმზე, ანუ თავისუფლად რომ მოგესმინა პრემიუმის გარეშე და ასევე უნდოდა მეორე მოთხოვნა იყო ის, რომ ამერიკის ბაზრის გარეთ ყოფილიყო მხოლოდ ხელმისაწვდომი ეს მუსიკა. რაზეც არ დაეთანხმა აუცილებლად Spotify, იმიტომ რომ ამას მე ჩააჭურო დომინოს ეფექტით მოყვებოდა ის, რომ სხვა კომპანიები, ჩამწერი სტუდიები მოითხოვდნენ მსგავს რაღაცას და დაკარგავდა Bergame Powers. ეს Bergame Power-ი კარგად ჩანს უკვე 2015-16 წელს, როდესაც Taylor Swift-ი ბრუნდება. ეს არის ასე ვთქვათ Spotify-ის სტრატეგიაში ერთ-ერთი გადამწყვეტი მომენტი და Taylor Swift-ის Spotify-ზე, მათ შორის Beyoncé-ს და Jay-Z-ის Spotify-ზე დაბრუნება, ასე ვთქვათ, ცოტა სხვადასხვა სტრატეგიით წავიდნენ. Taylor Swift-მა სცადა რომ ასე ვთქვათ CD-ების და ვინილების ეპოქაში დაებრუნებინა საკუთარი თავი და ზუსტად ეს იყო ამერიკის ბაზრიდან გასulit მოთხოვნის მიზეზი, რომ სხვაგან Spotify-სგან მიიღებს შემოსავალს, ამერიკაში გავყიდი CD-ებს და ვინილებს. Jay-Z-მ საერთოდ ალტერნატიული გზა თავისი პლატფორმა დააფუძნა, თუმცა ორივე შემთხვევაში არც ერთი ვერ აღმოჩნდა წარმატებული, იმიტომ რომ Spotify-ს ამ მომენტში უკვე მიღწეული აქვს იმისთვის, რომ Spotify არის ადამიანების ყოველდღიურობის ნაწილი. Spotify ამ შემთხვევაში უკვე არის ეგრეთ წოდებული ინგლისური ტერმინი household items ეძახიან, რაც ნიშნავს, რომ ფაქტურად ამერიკის ყველა სახლში და ევროპის ყველა სახლში ერთი Spotify მაინც არის. სერიოზულად გარდახა იყო ეს ინდუსტრიული რევოლუცია, შეიძლება დავარქვათ იმას 2014 წელი. რაც აიხსნება შემდეგი რამით, რომ
ფიზიკურ სივრცეში გაყიდვადი მუსიკებიდან მიღებული შემოსავალი და ესე თქვა დიჯიტალიზირებულ სივრცეში გაყიდული მუსიკებიდან მიღებული შემოსავალი გაუთანამდა ერთმანეთს მარკეტ შეერით და ამიტომაც გადაწყვიტა ალბათ მომღერლებმა, რომ ესე თქვა 2014 წელი რადგან გარდამტეხი იყო 2015-16 წლებში პირველად გაასწრო ესე თქვა ინტერნეტიდან მიღებული შემოსავლება და გადაწყვიტეს, რომ იქაც შესაბამისად Taylor Swift არ ქონდა სხვა გზა. მას მოუწია მიუხედავად რომ ლაივ მუსიკები, კონცერტები იზრდებოდა კიდევაც სხვა გზა არ ქონდა მოუწია Spotify-ს დაბრუნება და ეს არის როგორც ვახსენე გარდამტეხი მომენტი Spotify-ისთვის. ამ მომენტიდან ის უკვე ფაქტიურად არ არის ჩამწერი სტუდიების კლანჭებში თუ არაჯობა მათთან უკვე თანაბარ გავლენას ფლობდა მუსიკის ინდუსტრიაზე და ეს მისთვის არის ძალიან მნიშვნელოვანი მომენტი. და აქედან უკვე მივდივართ IPO-ს ეპიზოდზე, ხო? მე მგონი აქამდე უნდა ვახსენოთ ლოკალიზაცია. ეს იყო მთავარი ამერიკაში რატომაც მიაღწია წარმატებას. და ლოკალიზაცია გულისხმობს იმას, რომ მაგალითად თუ შედიოდა სამხრეთ ამერიკაში copy-paste არ აკეთებდა რომელიმე სტრატეგიის რა, მათზე ლათინო მუსიკები შედიოდა, Spotify მათზე მორგებული იმ კონკრეტულ აუდიტორიაზე მორგებული მუსიკები შედიოდა. მაგალითად ინდოეთში შესაძ შევიდა ბოლივუდის ესე ვთქვათ წესებზე, ბოლივუდის სტილით შევიდა მუსიკით, რაღაც ესე ვთქვათ პირველად მოთხოვნადი გახდა და IPO-ზე არანაკლები მნიშვნელოვანია ის ფაქტი, რომ როგორ შევიდა ჩინეთის მარკეტზე. ძალიან სერიოზული სტრატეგიული სვლა ჰქონდა, რაც ვერ დაინახა თავის დროზე Uber-მა, თავისით როცა და მე კარგად როვერ აუწყო ესე ვთქვათ ჩინეთის ბაზარს ფეხი, იმიტომ რომ იქ სულ სხვა მოთხოვნებია, ჩვენ კარგად ვიცით, უფრო კულტურულად გასავალი ხალხია, უფრო რაღაც პროტექციონისტული პოლიტიკა აქვს და ასე შემდგომ და ამიტომაც ამ გამჭრიახი გონები დანიელ ეკმა გადაწყვიტა, რომ Tencent Music-ი ესეთი API არსებობდა, აპლიკაცია არსებობდა ჩინეთში და მათ ესე ვთქვათ გაეცვალათ equity swap-ი გაეკეთებინათ, ეგრეთ წოდებული, წილები გაეცვალათ. დაახლოებით 8.5% პროცენტს ფლობდა Spotify Tencent-ში, ხოლო Tencent-ი კი 7.5%-ს ამ შესაბამისად რაღაც ღირებულებების შესაბამისად რა. რითიც ესე ვთქვათ ძალიან სერიოზული სტრატეგიული სვლა იყო, ისე რომ თვითონ შესული არ იყო ჩინეთზე, ისე აკეთებდა ესე ვთქვათ შემოსავლებს ჩინეთიდან. და რაც იმას ნიშნავს, რომ მთლიანად გლობალურად დაფარა, დაახლოებით ეხლა უკვე 180 ქვეყანაშია შესული Spotify და გლობალურად ფარავს ესე ვთქვათ ამ მუსიკის ინდუსტრიას. პირველად ვთქვათ ის, რომ კომპანიას რესურსების კაპიტალის მოზიდვის რამდენი გზა არსებობს. ეს არის ალბათ სესხი, ეს არის ობლიგაცია თავისთავად ესეც სესხი შეგვიძლია გავიყვანოთ, ასევე ფასიანი ქაღალდები, რაც არის ესე ვთქვათ აქციები და ასევე უნდა ვთქვათ ის private equity ფირმები, რომლებიც გარკვეულ ინვესტიციებს აკეთებენ კომპანიებში. ერთ-ერთი არის ესე ვთქვათ IPO არის ესე ვთქვათ ფასიანი ქაღალდების პირველად საჯარო გამოშვება, აქციების გამოშვება. აქციების პირველად როდესაც კომპანია აქციებს უშვებს საფონდო ბირჟაზე და ამ შემთხვევაში ჩვენ ნიუ-იორკის და ნასდაკის საფონდო ბირჟაზე ვსაუბრობთ, ამ პროცესს ქვია IPO. და IPO-ს გაკეთებაში კომპანიებს როგორც წესი საინვესტიციო ბანკები ეხმარებიან, ეგრეთ წოდებული book builder-ები, თუმცა Spotify აქაც რაღაცა გამონაკლისი იყო. თავიდან ჰქონდათ ცდა, რომ 2017 წელს Goldman Sachs-თან Morgan Stanley-სგან და Allen კომპანია იყო ესეთი, რომელთან ერთადაც უნდა ესე ვთქვათ IPO-ზე გამოსვლა, მაგრამ შემდგომ ესე ვთქვათ გადაუწიათ გონება და 2018 წელს გამოვიდნენ DPO-თ, ეგრეთ წოდებული, ეს არის Direct IPO, რაც გულისხმობს იმას, რომ შედარებით ამას აკეთებენ ისეთი კომპანიები, რომელთაც აქვთ სერიოზული brand equity. დარწმუნებული იყო, რომ ესე ვთქვათ ინვესტორები შემოვიდოდნენ აუცილებლად იყინდნენ მის აქციებს და არ დაიწყებდა პირველივე დღესვე სერიოზულ მერყეობას, რაც ახასიათებს DPO-ს. IPO-სგან განსხვავებით, იმიტომ რომ IPO-ზე დგინდება პირველადი საჯარო გამოშვების ფასი. DPO-ზე არა და პირდაპირ დამოკიდებული არის მოთხოვნა მიწოდებაზე, რომელიც მოდის ინვესტორებისგან ამ კომპანიაში. და ასევე უნდა ვთქვათ ის, რომ საკმაოდ ესე ვთქვათ წარმატებით გაიარა ეს ყოველივე და DPO-ს რა შემთხვევაში გამოიყენებენ, ისიც ვახსენოთ. DPO არის ყველაზე კარგი საშუალება იმისთვის, რომ რესურსი დაზოგო, რესურსი დაზოგო იგულისხმება ის, რომ არ გადაუხადო საინვესტიციო ბანკებს, book builder-ებს ბევრი თანხა იმაში, რომ ესე ვთქვათ შენ
ანალიტიკოსების რაღაც გარკვეული რეპორტები გამოდონ და ასე შემდგომ ფასი დაადგინონ, DCF-ი გააკეთონ და ასე შემდგომ და პირდაპირ აი ამ დაახლოებით 30 მილიონი და ზოგადად მე მგონი ამაში Spotify IPO-სგან ის განსხვავება ის არის, რომ IPO-ში დამატებით კიდე გარკვეული რაოდენობა აქციები გამოდის, DPO-ს შემთხვევაში კი არის რაღაც კონკრეტული აქციების რაოდენობა რაც არსებობს, ის გამოდის ეგრევე ბაზარზე, ფაქტობრივად გამოდის, რომ ეხლადელი ოუნერები ყიდიან თავიანთ აქციებს, ანუ ქეშთებიან. ეს არის ძირითადი განსხვავება. ნუ თავარი ესე ვთქვათ, ბიჟაზე გამოსვლის ძირითადი უპირატესობა იქნებოდა ის, რომ გლობალურად media profile გაიზრდებოდა მათი, უფრო მეტად ცნობილი გახდებოდნენ, ასევე სხვა ანალიტიკოსები coverage გაუკეთებდნენ და ფინანსური გამჭვირვალეობა. რაც გულისხმობს იმას, რომ ფინანსური რეპორტები უნდა გამოაქვეყნონ ყოველ კვარტალში ერთხელ. რაც ესე ვთქვათ, ბევრად უფრო მეტ სანდოობას წენს კომპანიას. თუმცა საინტერესო ის არის, რომ Spotify IPO-ზე როდესაც გავიდა და იმ წლების შემდეგ ხშირად ჯერ კიდევ ზარალზე არის. ეს არის ერთ-ერთი ყველაზე საინტერესო მოვლენა და მიუხედავად ამისა, IPO-ზე გასვლის შემდეგ დაახლოებით 25 მილიარდი იყო მისი კომპანიის ღირებულება, დღეს გაზრდილია 95 მილიარდ დოლარ ღირებულებამდე, მიუხედავად იმისა, რომ კომპანია ამ წლების განმავლობაში არის ზარალზე. და პიკი ჰქონდა COVID-ში. კი, ნუ ბუნებრივია COVID-ის დროს ჰქონდა ესე ვთქვათ, COVID-ის პანდემიის დროს როგორც ყველა ციფრულ პროდუქტზე გაიზარდა მოთხოვნა, მათ შორის Spotify-ზე, ამ პერიოდის განმავლობაში თითქმის სულ იყო კომპანია ზარალზე, რაც ნიშნავს იმას, რომ რწმენა ამ კომპანიის მომავლის მიმართ არის დიდი. თუმცა სანამ მივალთ რა იწვევს ამ რწმენას, მანამდე ვახსენოთ კომპანია Spotify-ს უკვე მესამე ფაზა, როდესაც ის არალეგალური ნაფსტერის ფაზიდან გამოვიდა იმ ფაზამდე, როცა კონკურენციას უწევდა სტუდიებს. ამ კონკურენციიდან როგორ გახდა ის ფაქტიურად ამ სტუდიების თვის და ზოგადად მთლიანი მუსიკის ინდუსტრიაში ყველაზე გავლენიანი ორგანიზაცია. და რაოდენ გასაკვირიც არ უნდა იყოს, ეს არის პლეილისტები. როგორი საინტერესო ალბომიდან პლეილისტები, შეიძლება ეს პლეილისტები, ალბომიდან პლეილისტები. ზუსტად ამ პერიოდში Spotify ნერგავს ეგრეთ წოდებულ Discover Weekly-ს, ანუ აღმოაჩინა ყოველკვირეულად ასეთ პლეილისტს, რომელშიც კვირაში ერთხელ კომპანია თავაზობს თავის მომხმარებლებს სიმღერების ჩამონათვალს, რომელიც მათ უნდა მოსწონდეს. ეს იყო რაღაცა ასტრონომიულად წარმატებული პროდუქტი არის დღემდე, თუმცა ეს Spotify-ს ფაქტიურად აძლევს იმის საშუალებას, რომ გადაწყვიტოს, რას უსმენენ ადამიანები. ანუ ფაქტიურად Spotify-მ რაღაცა მუსიკის შუამავლობის როლიდან საკუთარი თავი ჩააყენა იმ პოზიციაში, სადაც ის იღებს გადაწყვეტილებას თუ რა მუსიკას უსმენენ ადამიანები და აი ამ მომენტში შემოტრიალდა სტუდიებსა და Spotify-ის შორის, ასე ვთქვათ, ჯახი Spotify-ის მხარეს. იმიტომ რომ ეხლა უკვე Spotify-ის შეუძლია უთხრა სტუდიას, რომ შენ თუ რაღაცა ფულს არ გადამიხდი, მე შენ მუსიკას პლეილისტებში არ შევსვამ, ანუ ადამიანები შენ მუსიკას აღარ მოусმენ. ეს რაღაც შეიძლება ისე უსამართლო ჟღერს, თუმცა ნუ ეს არის ის ფორმულა, რომლითაც ოპერირებდა თავის დროზე დღემდე YouTube, ეს არის ის ლოგიკა, რომლითაც ზოგადად მედია ინდუსტრია ოპერირებს. მაგალითად Spotify ბუნებრივია, რომ ისეთ მუსიკას, ასე ვთქვათ, გაუწევს პოპულარიზაციას, რომელიც მისთვის ნაკლებად ხარჯიანია, ხო? და შესაბამისად აქ უკვე ხდება ის, რომ კომპანიებს, ჩამწერ სტუდიებს იმ 70%-იან გადასახდელს ამცირებინებს, იმიტომ რომ თუ არ შეუმცირებს შენ მუსიკას, კი პლატფორმაზე იქნება, კი ვისაც უნდა ამ მუსიკის მოსმენა მივა და მოусმენს, თუმცა ეს არ ნიშნავს, რომ Spotify ამას Discover Weekly-ში და სხვა პლეილისტებში ჩაუსვავს. ეს არის ჩემი აზრით ბოლო გადამწყვეტი მომენტი, რომლითაც Spotify გახდა ის გიგანტი, რაც გახდა და ეს მთელი გზა საკმაოდ რთული იყო და ამ პლეილისტების დანერგვაც, ასე ვთქვათ, ამ სიტყვას ჩვენ ინდუსტრიაში ნაკლებად ვიყენებთ, თუმცა ფსონი გააკეთა ხელოვნურ ინტელექტზე და ასე ვთქვათ, ეგრეთ წოდებულ machine learning, რაც არის, ანუ მონაცემთა ანალიტიკის ისეთი მექანიზმები, რომლითაც მანქანური სწავლება, რომლითაც ამ Discover Weekly-ს შექმნა შეძლო Spotify-მ და ამაში არანორმალურად დიდი რესურსი ჩაასხეს თავის დროზე, უზარმაზარი ფული დახარჯეს ამ მექანიზმების შექმნაში და როგორც ხედავთ, წარმატებული იყო. და ამიტომაც გადიოდა რეალურად ლოსზე, რომ დიდი რესურსი იდებოდა R&D-ში. კონკრეტულად რაღაც, ხო, კვლევებში, research and development-ის მიმართულებაში და ესე ვთქვათ, მე მგონი ყველაზე კარგად შეერთხო 20-24 წელს, როდესაც პირველად გავიდნენ მოგებაზე და დააფიქსირეს ესე ვთქვათ უფრო მაღალი შემოსავლების დისტემპი, ვიდრე ესე ვთქვათ ხარჯები გაიზარდათ რა. აქვე უნდა ითქვას შემდეგი რაღაცა, რომ აი ეს
გარდა ხილომეტრი გარდა ხილომეტრი რაც ახსენ AI-ის შემოსვლა. ეგ იყო მე მგონი ყველაზე ესე თქვა მნიშვნელოვანი ფიჩერი რაც ამოწა Spotify-მ, იქნა გამომდინარე რომ აი გლობალურად ბაზარზე რო შევხედოთ არსებობს Amazon Music, არსებობს YouTube Music, არსებობს Apple Music და SoundCloud და ასე შემდგომ. ძირითადად ესე თქვა, ძირითადად მათ რესურსი აქვს ერთი და იგივე, დაახლოებით 100 მილიონი მუსიკა, ხო? ანუ ფაქტობრივად ერთი და იგივე რამეს თავაზობენ. მაგრამ აქ მნიშვნელოვანი არის ის, თუ როგორ გაწვის ამ მუსიკას და აი ამ AI-ის data analytics მოცემული დამუშავების ხარჯზე სწორედ ეგ შეძლო ესე თქვა Spotify-მ, რომ კონკრეტულად შენზე მორგებული მუსიკა, შენს ხასიათზე მორგებული მუსიკა შემოეთავაზებინა. და ამით რაც ყველაზე მთავარია და საბოლოო ჯამში ყველა კომპანია რაზეც დადის გამოწერის და რეკლამების გარდა შექმნეს ახალი შემოსავლის წყაროები. ხო, პირველი ის რომ სტუდიებს როგორ შემოუტრიალდათ მაგიდა რომ ეხლა უკვე სტუდიებს უწევთ რაღაცა ფულის გადახდა Spotify-ისთვის რომ საკუთარი მუსიკა წინ გამოწიოს და ასევე მონაცემები, ხო, ფაქტიურად Spotify-მ იცის რაოდენობით მომხმარებლების ბაზაზე დღის განმავლობაში ხასიათი როგორც ვლება, როდის რა მუსიკას უსმენ, დილით რა მუსიკას უსმენს ადამიანს, ფაქტიურად ფსიქოტიპი იცის, ხო, Spotify-მ რეკლამებთან მიმართებით შემოსავალი გაცილებით ნაკლები აქვს, ვიდრე პრემიუმიდან, subscription-ებიდან, გამოწერებიდან მიღებული შემოსავალი. დაახლოებით 10-ჯერ ნაკლებია. ეს რო შევადაროთ შედარებით მსგავს ინდუსტრიას, როგორიც არის ესე ვთქვათ, Netflix-ი, უფრო მეტად კინოებზე, ფილმებზე მორგებული ესე ვთქვათ ინდუსტრია, აქ შედარებით განსხვავებული სურათი გვაქვს. ძალიან ახლოს არის ერთმანეთთან, დაახლოებით 20%-ით მაღალია გამოწერებით მიღებული შემოსავალი ედებიდან რეკლამებიდან მიღებულ შემოსავალზე. აქ შეიძლება ეს აიხსნას შემდეგი რაღაცით, რომ 2014 წლიდან, 13 წლიდან ინფლაციასთან შესაბამისად იზრდებოდა Netflix-ის subscription-ის გამოწერის ღირებულება, რაც განსხვავებით მუსიკისგან, Spotify-ისგან, ზოგადად მუსიკის ინდუსტრიისგან, მუსიკის ინდუსტრიაში არ იყო $10 სტაბილურად ამ subscription-ის ფასი და Spotify-ს ქონდა $10 და უკვე როდესაც გადავინეთ $11-იან მოდელზე, სხვა კომპანიების Spotify-მ ეს ყველაზე გვიან გააკეთა, დაახლოებით 2018 წელს გააკეთა და შეიძლება ითქვას, რომ ისინი სტაბილურად $10-11-ით მოდიან დღემდე. და აქ Goldman Sachs-ი ერთ-ერთი ცნობილი საინვესტიციო ბანკი ხსნის შემდეგი რაღაცით, რომ time lag გვაქვს აქ ძალიან მნიშვნელოვანი, იმიტომ რომ უნდა ითქვას, რომ ეს ვიდეო ჩამწერები, ანუ გამშვებები, როგორც არ მაგალითად Netflix-ი, ბევრად უფრო წინ უსწრებს მუსიკის ინდუსტრიას და ეს ყოველი აუცილებლად აისახება, რაც გულისხმობს იმას, რომ 2013 წლიდან Netflix-ის subscription-ის ღირებულება არის 99% გაზრდილი და Spotify-ის ღირებულება არის დაახლოებით 10% გაზრდილი. რაც გამოწვეულია იმით, რომ Spotify არ ქმნის თავის, ასე ვთქვათ, მასალებს. Netflix-ი იღებს თავის ფილმებს, ამიტომ კონკურენტული უპირატესობა უჩნდება, რომ ფასი გაზარდოს. Spotify ამას არ შვება და ზუსტად ამით გადავდივართ ბოლოსკენ, უკვე ბოლო ფაზა რაც არის Spotify-ი, ეს არის ის არ უნდა იყოს მუსიკალური კომპანია, ის უნდა იყოს ეგრეთ წოდებული აუდიო კომპანია. და ბუნებრივია აუდიო ეს მუსიკის გარდა ძალიან გავრცელებული არის პოდკასტები და აუდიო წიგნები. ეს ორი ასე ვთქვათ პროდუქტი დაიმატეს და ძალიან ისეთი მარტივი გზაც არ ქონიათ მოკლედ Spotify-ს არც ერთ სტრატეგიულ გადაწყვეტილებას. Joe Rogan-ის кейსი მარტივი გზა არ ქონია და ხო, Joe Rogan-ის შემთხვევა ყველაზე პოპულარული პოდკასტი მსოფლიოში, რაც იყო 2020 წელს და დღემდეც იყიდეს ექსკლუზიური, ასე ვთქვათ, ხელშეკრულება დადეს Joe Rogan-ის პოდკასტი YouTube-დან გადავიდა Spotify-ზე და ამან ძალიან ბევრ ხალხში პოზიტიური ის გამოიწვია, ძალიან ბევრ ხალხში უარყოფითი რეაქცია გამოიწვია, თუმცა ხო უარყოფითი რეაქცია და პოზიტიური რეაქცია იყო, ასე ვთქვათ, დაუბალანსებული, იმიტომ რომ ზოგ ადამიანს არ მოწონდა, რომ Spotify-ს მაინც ამ თუ იმ სახით რაღაცა ცენზურა აქვს, რის გამოც ზოგიერთი ეპიზოდი არ დაიდო, იყო ასევე რამოდენიმე, ასე ვთქვათ, შემთხვევა ვაქცინებთან დაკავშირებული ეპიზოდებზე, რომელიც ორივე მხარეში ძალიან ისეთი ზოგიერთში უარყოფითი ზოგიერთი პოზიტიური რეაქცია გამოიწვია, რის გამოც შემდეგ Spotify-ს რამოდენიმე ეპიზოდის აღება მოუწია კიდევ ამან კიდე თავისი ის გამოიწვია, თუმცა საბოლოო ჯამში მივდივართ იქამდე, რომ Spotify არა მხოლოდ მუსიკის ინდუსტრიაში, არამედ ზოგადად ადამიანის ქცევაში ინტეგრირებული კომპანია გახდა, ეს მისი სტრატეგიის ნაწილი იყო თავიდანვე და როგორც ვისაუბრეთ, ძალიან ბევრი ეტაპი გაიზარდა, გაიარა ამ სტრატეგიული გადაწყვეტილების, ძალიან ბევრი გამოწვევა ჰქონდა, თუმცა
ხო, საბოლოო ჯამში მიუხედავად იმისა, რომ კომპანია ამდენი წლის განმავლობაში ზარალზე იყო, ინვესტორებს ძალიან დიდი რწმენა აქვთ ამ კომპანიაში გამომდინარე იქიდან, რომ ხვდებით ხომ ყველა სტრატეგიულ გამოწვევას სხვადასხვა მექანიზმით უპასუხა, ქმნის ახალ შემოსავლის წყაროებს, იყო დრო როცა სრულიად უფასო იყო, შემდეგ დაამატეს პრემიუმ ვერსია, შემდგომ დაამატეს უკვე კომპანიების ჩამწერი სტუდიებისგან მიღებული შემოსავალი, შემდეგ უკვე მონაცემთა ანალიტიკა რაზეც ვისაუბრეთ და მომავალი, ასე რომ ვთქვათ, არის იმ სტრატეგიის, რომელსაც ქვია, რომ Spotify უნდა გახდეს აუდიო კომპანია. და ყავს ძალიან ბევრი მომხმარებელი, ამ მომხმარებლების რაოდენობა ზრდის და ნახოთ. ძირითადი მიზანი მაინც მე როგორც ესე ვთქვათ, ვიცი არის 20-30 წლის გეგმა, სადაც ფიქრობს, რომ ესე ვთქვათ, პოდკასტებიდან და აუდიო წიგნებიდან მიღებული შემოსავალი ბევრად უფრო მეტი იქნება, ვიდრე ჩვეულებრივი მუსიკების მოსმენით მიღებული შემოსავალი. რაც ეს აუცილებლად აქაც დაბალი კონკურენცია არ არის, ამიტომ ძალიან დარწმუნებული ვარ, ძალიან საინტერესო და ესეთ უნიკალურ სტრატეგიულ გადაწყვეტილებებს მიიღებს. არსებობს ესე კონკრეტულად პოდკასტებზე მორგებული აპლიკაციები და ესენი მე ვფიქრობ, რომ ძალიან სერიოზულ პრობლემას შეუქმნის Spotify-ს და ისიც უნდა აღვნიშნოთ, რომ ეს Joe Rogan-თან ექსკლუზიური შეთანხმება იყო დაახლოებით 200 მილიონიანი, რაც შემდგომ წლებში დაახლოებით 1-2 წელიწადში შეძლო და შემოსავლებით თავისუფლად დაფარა. მაგრამ ეს გამოიწვია იმან, რომ ფაქტობრივად Joe Rogan-ის საშუალებით შექმნა პოდკასტის სივრცე Spotify-იმ მის აპლიკაციაში, რამაც გადმოიყვანა YouTube-ის უამრავი მაყურებელი Spotify-ზე და შეცვალა საერთოდ Spotify-ის ის პოდკასტის სტილის, მოსმენის სტილს, ადრე ასე ვთქვათ YouTube-ზე თან ეს თუ უნდა გეყურებინა კიდევაც და ასევე YouTube-ი არ გაძლევდა იმის საშუალებას, რომ ჩაგეკეცა და მხოლოდ მოგესმინა, რაც რეალურად ყველაზე მნიშვნელოვანია პოდკასტის დროს, მოსმენადობა, საერთოდ შეცვალა ეს ასე ვთქვათ, ახალი ნაბიჯი იყო მოკლედ კიდე Spotify-ის მხრიდან პოდკასტი. ფაქტიურად ყველაფერს, რასაც მოვიდო, შეცვალა თავისი სტრატეგიული გადაწყვეტილებები და ზუსტად ეს არის ალბათ მიზეზი, რის გამოც თავისი IPO-დან დღემდე კომპანია თითქმის გაოთხმაგებულია, ძალიან წარმატებულია და ვნახოთ, დარწმუნებული ვარ, რომ ძალიან ბევრ საინტერესო სტრატეგიულ თუ ასე რომ ვთქვათ, ნახოთ ახალ ტრენდებს როგორ აყვება, იმიტომ რომ სერიოზულად დიდი, ესე ვთქვათ, გამოწვევა იქნება სავარაუდოდ Web3 აპლიკაციებიდან, რაშიც იგულისხმება, ესე ვთქვათ, ისეთი აპლიკაციები, როგორც ერთ-ერთი მაგალითი არის Audius. ამის კარგი მაგალითი, რომელიც ბლოკჩეინზე არის დაშენებული Ethereum-ის პროტოკოლზე და ეს ასე ვთქვათ, სულ განსხვავებული მოსმენის სტილია, შენ აგროვებ ტოკენებს და ამ ტოკენების აგროვებ ან ყიდულობ. მაგალითად Audius თავისი fiat ტოკენი აქვს, რომლის ყიდვა შეგიძლია და ამ ტოკენით მე შეგიძლია ასე ვთქვათ, მუსიკების მოსმენა. ეს სულ განსხვავებული მიდგომაა, ასე ვთქვათ, ამ ინდუსტრიაში, ანუ ბლოკჩეინზე დაშენებულია. ფიქრობ, ესე ვთქვათ, ამასაც უწყობს ფეხს Spotify, იმიტომ რომ ეს ტოკენები თვითონაც დაგეგმა ჩაუშვა თავის აპლიკაციაში და ჯერჯერობით, რავი, ესე მე ძალიან სერიოზულ იმას challenge გამოწვევას Spotify-სთან მიმართებით ნაკლებად ხედავ, სტაბილურად იზრდება ეს ბიზნესი, თან პირველი წელი აქ ეს ვთქვათ, როდესაც მოუგებიანი გახდა, ძალიან დიდი რაოდენობით პოზიტიური cash flow დაუგროვდა, რის საშუალებითაც შეუძლია ესე ვთქვათ, რომ ძალიან კარგი ახალი პროექტები დაძრას, კონკრეტულად რაღაც აუდიობუქების, პოდკასტების მიმართულებით და ესე ვთქვათ, ეს რესურსი რეალურად რატომაც წარმატებული გახდა 2024-ში განსაკუთრებით და გავიდა ესე ვთქვათ პოზიტიურ net income-ზე, იყო ის, რომ პირველად ამ რაღაც 16 წლიანი ისტორიის განმავლობაში შეამცირა თავისი workforce-ი. დაახლოებით ხარჯები, cost-cutting-ი გააკეთა, ხარჯები შეამცირა და ამის ეს რესურსი გამოიყენა იმაში, რომ ვერტიკალური ინტეგრირება მოახდინა, იყიდა ესე ვთქვათ, ისეთი კომპანიები გარშემო ბაზარზე, რომლებიც პოდკასტის მიმართულებით ძალიან სერიოზულ საქმეს აკეთებდნენ, სწავლობდნენ ალგორითმებით, თითოეულ სიტყვებს, ad-ებს ამ პოდკასტის განმავლობაში და ესეთი ტექნოლოგიები ჭირდებოდა და აქვე უნდა აღვნიშნოთ ის, რომ M&A-ის ძალიან სერიოზული მნიშვნელობა აქვს ბიზნესში ზოგადად და სერიოზული სინერგიების შემოტანა შეუძლია ბიზნესში და რაც დავინახეთ, რომ იყიდა თუ არა და ესე ვთქვათ, დაიწყო თუ არა გაფართოება, სხვა ტექნოლოგიების, ასეტების მიმართულებით დაიმატა, ესე ვთქვათ, რესურსი, ადამიანური რესურსი დაიმატა, მოხდა ის, რომ ძალიან დიდ წარმატებას მიაღწია პოდკასტების მიმართულებით. საბოლოო ჯამში შეგვიძლია შევაჯამოთ და რადი ერთი-ორი სიტყვით რო გითხრა, რომ როგორ შეაფასებდი ამ კომპანიას საბოლოო ჯამში
კი, ვახსენე კიდევაც და ბევრს აღარ გავგრძელდები, საკმაოდ საინტერესო ისტორია ამ კომპანიას, ძალიან ბევრი გამოწვევა ჰქონდა, თუმცა ამ ყველა გამოწვევას სხვადასხვა რაღაცა უნიკალური სტრატეგიული გადაწყვეტებით უპასუხა და დარწმუნებული ვარ, რომ გამოწვევები გაგრძელდება როგორც ყველა სხვა კომპანიისთვის, Spotify-საც არ ექნება მარტივი გზა, არც პოდკასტებზე, არც პირობითად Web3-ზე და არც სხვა მიმართულებებზე, რომლითაც ვითარდება, ძალიან დიდი კონკურენცია, მათ შორის Amazon-ისგან, მათ შორის Apple-ისგან, რომელიც ზომით მასშტაბით გავლენით უფრო დიდი ორგანიზაციებია, თუმცა მე მჯერა და ეს ჩემი პირადი რწმენა არ არის, ეს Spotify-ის აქციის ფასშიც აისახება, რომ ინვესტორებს ჯერათ, რომ ამ კომპანიას აქვს უნარი, რომ ამ გამოწვევებს უპასუხოს განსხვავებული სტრატეგიული თუ ასე ვთქვათ, სუფთა მენეჯერული გადაწყვეტებით და შესაბამისად დღესდღეობით Spotify-ის გარეშე ძალიან ბევრი ადამიანის სიცოცხლე არის, ცხოვრება არის წარმოუდგენელი. მადლობა საინტერესო საუბრისთვის, რადი. შევხვდებით შემდეგ ეპიზოდში.